Let მეგობრებო, მინივენი ყავს მდგომარეობა არის ასეთ მდგომარეობაში. ნუჟეშტია გასწორებული ზეთ. კაპოტი ტაივანია. ეს კაპოტის ტაივანია. ეს ყველაფერი უნდა გავასუფთავოთ, პატარა დეფექტებიც აქვს ზეთ. უღებავთ კაპოტიდან აქეთ ამ მხარეს. ჩვენი ნიკოლოზა გვეხმარება. ვასუფთავებთ, მოკლედ ან ზედა ტრანსპორტირებული გრუნტი რაც არის ამას ყველაფერს ვხსნით. და გასწორებულს რაც შეეხება, ჟესტი არის გასწორებული, რავი, ვერ ვიტყვი გასწორებულია თქო, კარგად თქო, იქიდან გამომდინარე, რომ აი ესეთი ნახევრტები აქვს თქო საფანტი ენასროლი, აქ როგორც არა დაშვაკულა გაასწორო. შიგნიდან ნესტი და წყალი რო აიკიდოს, აქ მაინც დაჟანგდება, აქ მაინც გაფუჭდება. იქიდან გამომდინარე, რომ აი ესეთი ხრელები აქვს ზედ დატოვებული. რის გამოც მაგ პრობლემის ქვეშ დგას ზუსტად ეს კრილო, რომ ახლო მომავალში, რამდენ ხანში გავიცი, შეიძლება 1 წელი იმუშაოს, ყველავარი შებოქსის ჩვენ მაგას წაუხსნათ, ვიხმართ, რომ არ დაჟანგდეს, აქაც ანალოგიურად აი ესეთი ნახევრტები აქვს. რაც შეეხება გასწორებულს, აი როგორც ხედავთ, აი ეს არკა თვითონ შიგნით არის, რომელიც უნდა იყოს გამოწეული გარეთ. ეგაც უკვე მეორე მინუსი. იქეთ არკა, ეს მეორე მხარი არკაი, როგორც ხედავთ, ბევრად მკვეთრად ჩანს. და იქეთ ამ მხარე, როგორც ნახეთ, ფაქტიურად აქედან აქამდე არის გაუსწორებელი. აი ესეთი მდგომარეობა აქვს აქეთ ამ მხარეს, აი როგორც ხედავთ, ანუ შიგნით არის, ანუ ეს არის კიდე გამოსაწევი რა. დასამთავრებელია, ჩვენ მაქსიმალურად გავასწორებთ, ფორმებს მივცემთ. ის გაკეთება შეიძლება და საბოლოო ჯამს გადავიღებთ, შედეგსაც განახებთ. Ura გამოგვივა ჩვენი მინივენისგან. მოკლედ დამზადდა ესე აქ დაზიანება ქონდა, ზოგს გონია რაღაც ახალი კაპოტია და პრობლემა არ აქვს და გადაშკურკე გადაასხი არ ხდება ხოლმე, მაგით ვიძახი ხოლმე. მაგ ახალ კაპოტსაც, ტაივანის კაპოტსაც ჭირდება ხოლმე ასე დამუშავება. აქ დაიმატა შპაკლი, აქაც დაიმატა ესეთი პატარა დეფექტები აქვს ყველას. არ არსებობს ესეთი ახალი ტაივანი, რომელსაც არ ჭირდებოდეს არაფერი, ანალოგიურადაც ბამპერები. აი ეს დამუშავდა მაქსიმალურად, ეს კარებიც აი ესენიც ესე ამ ყველაფერს დავგუნდავ და მე უკვე საბოლოოს გადავიღებ, განახებთ შეღებილს, შედეგსაც და ნახოთ რას მივიღებ, ფორმები მაქსიმალურად გამოვიყვანეთ, ეს კარნიც მაქსიმალურად გამოვიყვანეთ, ხო დაგუნდული იმდენით არა ჩანს, დეტალებს კიდე უკვე გავივლით და განახებთ. ხლა გრუნტსაც ვამზადებთ, მოკლედ დავასხავთ ამ სულ ყველაფერს და დაგვრჩება ბამპერები, იქნება დასამზადებელი უკანა ბამპერი, რა თქმა უნდა გატყავდეს, იმიტომ რომ ესეთი პატარა პრობლემები აქვს, როგორც ხედავთ, ესეთი მიკრობზარები აქვს. ამ ბზარებზე რო ზემოდან გადაგრუნტო, ეს ყველაფერი ამოვა ისევ ახალ შეღებილზე, რა თქმა უნდა, ეგ პრობლემა ახასიათებს, მაგით უნდა გასუფთავდეს, ესაც რა თქმა უნდა დამუშავდება. ბამპერებს უკვე ცალკე გადავიღებთ და განახებთ მთლიანობაში შედეგს. მასალებს რაც შეეხება ყველაფერი გვაქვს ჩვენ მაქსიმალურად კაი ხარისხის, აი ეს PPG გვაქვს, ვინც იცის ეს ბრენდი მისი ღირებულებაც ეცოდინება რა ღის როგორ ღის და შედეგიც ერთად მე საბოლოოდ ვნახოთ რა გამოგვივა. Так, ესეც ბამპერები, მოკლედ გადმოვიდეთ ბამპერებზე. ბამპერებს რაც შეეხება, ეს ბამპერი არის შენაღები ბამპერია. იქიდან გამომდინარე მთლიანად აქვთ მე გადალაკული ეტყობა ნახევარი აქ დამუშავებული, აქეთკენ უკვე ლაკია გადასული. იმიტომ რომ დეფექტებს რაც შეეხება, პატარა დეფექტები რაც არის, უკვე არის ლაკის ქვეშა, როგორც ელემენტარულად თქვა, აი ეს ამდენად გამოჩნდება, არ ვიცი, აი წერტილი აქვს, მაგრამ ლაკის ქვეშა არის, ანუ მანამდეც შეღებილი ყოფილა ეს ბამპერი. აქეთ ამ მხარე უბრალოდ ლაკით არიან გადმოსული, არანაირი დამუშავებულიც არ აქვს, აი აქედანაც კი ეტყობა. ანუ ლაკის ქვეშა ზის ეს ყველაფერი რა, ეტყობა იქიდან არის აქეთ ამ მხარე შეღებილი, მისი ფენაც ჩანს. პირველი ქარხნული და მეორე შეღებილი, ანუ შენაღები ბამპერი ყოფილა ესაც. გაისი გავასუფთავეთ, აქაც პატარა პრობლემები ჰქონდა და წინა ბამპერიც მოკლედ მე რიგში ყავს დასასუფთავებლად და დასაგრუნტად რა. დანარჩენს კიდე მე უკვე გადავიღებთ და განახებთ რენობაში რა გამოგვივა. ბამპერებიც მოვრჩათ და ვამზადეთ, მოკლედ შეიღება ბამპერები, ახლა გადავალთ. აქანასაც დავამუშავებთ. ეს უკანა ბამპერი. ეს უკანა ბამპერი და ესაც მანქანა დაგვრჩა, მოკლედ ეს დავამზადებთ მანქანასაც და მანქანასაც, რა თქმა უნდა, შევღებავ ერთიანობაში, განახებთ მთლიან ვიზუალს, ასევე აწყობილსაც და ასევე შეღებილსაც.
ეს კაპოტი, ეს დამუშავდა, დამზადდა ესე. მოკლედ კრილო იქ დამხარესა გვაქვს და დავუწყეთ შეღებვას და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გადავიღებ საბოლოოდ განახებ, ну როგორც წესი მიდის ბინდერი, მე სავარაუდოდ პადლოშკა წავა რომ ნაკლები საღებავი გავიდეს და აი ეს ლაქებს რასაც ხედავთ, აი ეს კინები რაც ჩანს ეს უზორები სულ დაიგრუნდოს. და მე რა თქმა უნდა საღებავი და მე უკვე ლაკი. საბოლოო შედეგს რა თქმა უნდა განახებთ. ესეც დასრულებული, აწყობილი. კაპოტი ბამპერი შეიღება და აი ეს გვერდი მოკლედ მეგობრებო, ეს გვერდი შევღებეთ. აი ეს იდეალური გამოვიდა ბამპერიც. სულ ყველაფერი დაიზბორა. და ამით დასრულდა ჩვენი სიენა. ესე მეგობრებო, ვისაც მოგეწონა და ლაიქით გამიწერეთ ჩემ YouTube არხი, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.